ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ სხვადასხვა ქვეყნისთვის დაწესებული ტარიფების საკითხს ახლა უკვე უზენაესი სასამართლო განიხილავს. მას შემდეგ, რაც პირველი ორი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უკანონოა, ჯერი უზენაეს სასამართლოზეა. სხდომათა დარბაზი სავსე ხალხით გადაჭედილი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ დარბაზში ადმინისტრაციის რამდენიმე მნიშვნელოვანი ოფიციალური პირი იმყოფებოდა. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი, სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმსონ გრირი და ვაჭრობის მინისტრი ჰოვარდ ლუტნიკი. მნიშვნელოვანია, რომ ეს სამეული სხვადასხვა ქვეყანასთან ვაჭრობის შეთანხმებებს განიხილავს და საგანგებო წესს ეყრდნობა. სასამართლოს კითხვები ხშირად სკეპტიკურობით გამოირჩეოდა იმასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა პრეზიდენტს მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ფართო ტარიფების დაწესების უფლებამოსილება. ერთ მაგალითად დასახელდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგალითად შვეიცარიასთან სავაჭრო დეფიციტი არ აქვს, თუმცა მიუხედავად ამისა, შვეიცარიას ტარიფები მაინც დაუწესდა. ეს იყო საინტერესო ფაქტი, რომელსაც არგუმენტების გაცვლისას გაუსვეს ხაზი. ვიდრე საქმის განხილვას უზენაესი სასამართლო დაიწყებდა, პირველი ორი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპს გლობალური ტარიფების დაწესების უფლებამოსილება არ ჰქონდა. სააპელაციო სასამართლომ მაისში გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უარყოფდა დონალდ ტრამპის არგუმენტს, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ გლობალური ტარიფების დაწესება საგანგებო უფლებამოსილების შესახებ კანონით იყო გათვალისწინებული. მეორე ინსტანციის სასამართლომ პრეზიდენტის მიერ დაწესებული ტარიფები უკანონოდ გამოაცხადა. ტრამპმა გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გააკრიტიკა და მას კატასტროფა უწოდა. თუ ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, ეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ფაქტობრივად გაანადგურებს, დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ მედიაში. უზენაესი სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ტარიფების გაუქმებას გამოიწვევს, სავარაუდოდ დაუყოვნებლივ აისახება ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკაზე. ბუნებრივია, სასამართლო განხილვის პარალელურად ჩნდება კითხვა, თუ უზენაესი სასამართლო დონალდ ტრამპისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, იგეგმება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იმ მილიარდების დაბრუნება, რომელიც იმპორტის გადასახადებიდან შეგროვდა.